$150 მილიონი შეკრება შეგროვება დაევალა ირაკლი ქარსელაძეს ბიძინასთვის თავის ყოფილ სამინისტროში, წერს ლევან ხაბეიშვილი. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ინფორმაციით ფულის აგროვება დაწყებულია. თუ იურჩებენ ამისთვის საგამოძიებოები და მდინარაძის სახელობის ამოღების კრიმინალური ბანდაც მზადყოფნაშია, წერს ხაბეიშვილი. კალაძე შესაძლოა თბილისის მერობის კანდიდატი აღარ იყოს. არის იმის შესაძლებლობა, რომ სხვა კანდიდატურის წარდგენა მოხდეს, ამბობს ოცნების წევრი ლევან მახაშვილი. მისი თქმით, საზოგადოება საბოლოოდ რამდენიმე დღეში გაიგებს, ვინ იქნება ქართული ოცნების კანდიდატი. კალაძის კანდიდატურის თემას გამოეხმაურა მამუკა მდინარაძეც. ინტერესით კვდებიან, ვის დაასახელებს მმართველი პარტია, არადა კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ, წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში. ხათუნა მიქაცაძე ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს. ის ყოფილი ქმრის ელდარ ლუკა კურტანიძის მიმართ დაწყებული გამოძიების კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს და კურტანიძის მხრიდან ძალადობის მძიმე შემთხვევებზე საუბრობს. მანიაკალურად მოძალადია. მაშინ რაც დამარტყა და დავეცი, წიხლის დარტყმას სცადა, იმიტომ რომ მას ასე ჩვევია, რომ ბოლომდე სანამ სისხლს არ დაინახავს, ვერ მშვიდდება. სანამ გონება დაკარგულ ქარს არ დაინახავს, ვერ მშვიდდება.